დღეიდან რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსები კიდევ ერთ ახალ მარშრუტზე იმოძრავებენ. ტრანსპორტი მეტალურგიული ქარხნის მიმდებარე ტერიტორიიდან გავა და მგზავრებს თბილისში ვაკის გავლით უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსამდე გადაიყვანს. ეს უკვე მეოთხე მარშრუტია, რომელიც რუსთავი-თბილისის ხაზზე ამოქმედდა. Ევანდელი პრეზენტაცია ეძღვნებოდა იმ მიმართულებას, რომელთაც განსაკუთრებით უფრო ხშირად ისარგებლებენ სტუდენტები რუსთავის მეტალურგიის მიმდებარე ტერიტორიიდან შეძლებენ გადაადგილებას თბილისის მაღლივის უნივერსიტეტის კორპუსამდე და 50% ამ მარშრუტის იქნება სწორედ ბასლაინით გადაადგილება. ვფიქრობ, რომ სტუდენტებისთვის ეს კიდევ უფრო გაამარტივებს ყოველდღიურ ცხოვრებას, ჩვენ ვაგრძელებთ რეფორმას. 10 წლეულებია ნამდვილად, რაც რუსთაველის გამზირზე და ჭავჭავაძის გამზირზე მუნიციპალური ტრანსპორტი რუსთავიდან არ გადაადგილებულა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასკვნით ეტაპზე არის პრინციპში გადასული მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმა, დაემატება კიდევ ერთი ხაზი და ვიტყვით, რომ ამით შედგა და განხორციელდა ჩვენი მოსახლეობის მიმართ დანაპირება. ეს ხაზი ახლა რაც დაამატეს ძალიან მნიშვნელოვანია. არა მარტო ჩემთვის, არამედ ყველა იმ ახალგაზრდასთვის, ვინც დადის თბილისში, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ხაზი დაამატეს.